გამიყენებთ, მაგრამ პირაში ერთხელ დრენაჟო ისწავლეთ. სადრენაჟო აი ის რომ მილები ის არის გავეცანით სანაპირო დასუფთავების პროცესს, მას ახორციელებს მყარნარჩენების სახელმწიფო კომპანია. ძალიან აქტუალური თემა არის ეს, განსაკუთრებით სეზონის პერიოდში. ხორციელდება ძალიან ეფექტურად. დასაქმებულია დაახლოებით 200 კაცამდე და ვფიქრობ, რომ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ყოველდღიურ განხორციელება და მისი ასე ვთქვათ მოვლა პატრონობა. ამას ერთად გავეცანით ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტ ცეცხლაურაში. ეს არის შეიძლება ითქვას სამაგალითო საჩვენებელი თანამედროვე სტანდარტების, რომელიც არის შესაბამისი წყალარირების სისტემით, ასევე გაზშემკრების საშუალებით, მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების კომპონენტით, რადიაციის გამზომი მოწყობილობით, ფაქტობრივად ყველა ის მახასიათებლებით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ სოლომონ პავლიაშვილთან ერთად და მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მოვინახულეთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები, რომელიც წლის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ამ ზონაზე ზრუნვას, იმიტომ რომ ჩვენს ტურისტებს შეექმნას უფრო კომფორტული გარემო დასვენებისთვის. ასევე მოვინახულეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურში ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.